რომ უფრო დეტალურად გავერკვიოთ, რა მოხდა საქართველოში და რას ველოდოთ, მათ შორის რეგიონის კონტექსტში ჩვენ თბილისიდან ჩაგვერთვება GeoCase-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი გიორგი ანთაძე. გამარჯობა ბატონო გიორგი. მოკლედ რომ მოგვიყვეთ რა სიტუაცია თბილისში და რას ველოდოთ მომავალში. ჯამში კიდევ ერთხელ უნდა შევაჯამოთ, რა თქმა უნდა, ის რაც 4 ოქტომბერს მოხდა და მე ვფიქრობ, თქვენ სწორად გასწრებით შეკითხვა, რომ შედეგები არანაკლებ მნიშვნელოვანია იმაზე. უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ის რაც თქვა ჩანაფიქრი ან გეგმა რომელიც აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ და ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ, რაც არ უნდა ყოფილიყო, ცალსახა იყო, რომ როგორც ორგანიზაციული თვალსაზრისით, ისე მიზნების გაცხადების თვალსაზრისით, მოსახლეობასთან იქ შეკრებილ საზოგადოებასთან აქციის ორგანიზატორებმა აბსოლუტურად დაკარგეს კავშირი, გმა და იმ ძალადობრივი, ასე თქვა, ქმედებების შემდგომ ავინახეთ ვანალგე, რომ იქ შეკრებილი საზოგადოების 95% ამაში არ ჩაერთვა, რაც თავისთავად მეტყველებს საზოგადოებრივ განწყობებზე იმაზე, თუ რას სურს საზოგადოებას და თავისთავად უდაც მეტყველებს აქციის ორგანიზატორების იმ თვალსაზრისით, რომ მათ ესე იგი კარგად არ ესმოდათ იქ შეკრებილი საზოგადოების ძირითადი, ასე თქვა, სურვილები, მიზნები და მზაობა იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მათი, ასე თქვა, мотивация ყოფილიყო იმ აქციაზე მისვლის. რაც შეეხება შედეგებს, ერთის მხრივ კარგად გამოჩნდა, რომ ეს ტრადიციული ძველი აქტორები, ქართული პოლიტიკურების პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ყველაზე კაფეოთ არის აფილირებული აქციის ორგანიზატორებთან და 4 ოქტომბერს მოხდა მოვლენებთან დაკავშირებით, ისინი მანამდე საინფორმაციო კამპანიის, ასე თქვა, შემზადებაში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები. და სხვა აქტორები შეიძლება ითქვას, რომ აჩვენეს, რომ ისინი პოლიტიკური თვალსაზრისით ფაქტობრივად კიდევ ერთხელ ვერ წარმოაჩინეს საკუთარი პოლიტიკური, ასე თქვა, დღის წესრიგი ვერ მოიპოვეს ხარდაჭერა, მეტწილად პოლიტიკური ველი ემზადება გადატვირთვისათვის. ეს არის ყველაზე დიდი შედეგი 4 ოქტომბრის, იმიტომ რომ საზოგადოების ეს ნაწილში, საპროტესტო ნაწილში არის ფრუსტრაცია პირდაპირი. მთელი პოლიტიკური ოპოზიციის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და ჩვენ კარგად ვნახეთ, რა ცუდი შედეგები აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია, რომ საარჩევნო სისტემა ისე საარჩევნო გარემო, რა თქმა უნდა, პროსახელისუფლებლო სისტემა მთლიანად თავისი სახელმწიფო აპარატი გაფალდების მექანიზმი და ასე შემდეგ. ხო, ყველა ეს ფაქტორი და მიუხედავად ოპოზიციური ხარდაჭერა უცებ პოლიტიკური ველის მოსუფთავების წინაპირობებია შექმნილი, როგორც ოცნებისთვის აცეკეთოთ, ისე მეორე კუთხით რო შევხედოთ, ახალი უფრო ჯანსაღი, უფრო განახლებული დღის წესრიგის მქონე საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ორგანიზაციების და ადამიანების გამოჩენისათვის. იმიტომ რომ ცალსახაა, რომ ეს აქამდე არსებული დამკვიდრებული პოლიტიკური ელიტა საერთოდ ვეღარ პასუხობს ვერც ამ წუთაში ქვეყანაში არსებულ უმწვავეს გამოწვევებს, ვერც საზოგადოების დაკოთას და მოთხოვნას და ვერც სამწუხაროდ იმ საპროტესტო განწყობებს, რომელიც ქვეყანაში არის.